Bismillah, alhamdulillah, assalamu alaikum, მოგესალმებით, ძვირფასი მორწმუნეებო. მინდა დღეს ვისაუბრო ძვირფასი შუამოვარ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალამისა და მისი მეუღლის ჰაზრეთი აიშას რადიალლაჰუ ანჰა იყოს მაყოფილი მათგან, მათი ქორწინების შესახებ, თუ რამდენი წლის იყო, რადგან ბოლო პერიოდებია სოციალურ ქსელებში მიმდინარეობს პროპაგანდა არამუსლიმებისაგან, კერძოდ იმ პიროვნებისაგან, რომლებიც არიან აქტუალური ამ საკითხში, ამ სოციალურ ქსელებში და ჰყავთ თავიანთი მსმენელი აუდიტორია და ცდილობენ რომ შეგნებულად ცრუ ინფორმაცია გაავრცელონ ის და ცილი დასწამონ მუსლიმებს ისლამს და რა თქმა უნდა მოიხსენებიან ძვირფას შუამოვალს აუგი სიტყვებით. რა თქმა უნდა მათი მიზანია ამას აკეთებენ შეგნებულად ის ადამიანი კატეგორია ხალხი რომელსაც მართლაც აინტერესებს პასუხი და შეგნება აქვს რა თქმა უნდა ის ადამიანები ყოველთვის პოულობენ სწორ ინფორმაციას. პირველ რიგში მინდა შესავალი გავაკეთო, რომ მოჰყავთ ჰადისები, ანუ შუამოვალ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალამის ცხოვრებიდან არგუმენტად, რომ აი ნახეთ 6 წელიწადში დაინიშნა, 9 წელიწადში იქორწინა და ეს რა არის ამ 9 წელი. ჩვენ ვამბობთ, რომ ამათ საპასუხოდ ვამბობთ, რომ იმ დროისთვის როდესაც გოგონები მიაღწევდნენ გარდატეხვის პერიოდს, იმის შემდგომ იწყებოდა მათი ასაკის ათვლა. ანუ თუ 9 წელს დავუმატებთ არ ათვლილ 9 წელს, ან 8 წელს, გამოდის 17-18 წელი. შეიძლება კითხვა დაისვას, რომ აი ნათლად წერია რამოდენიმე წყაროებში, ანუ ჰადისებში, რომ ის იყო ბავშვი, ანუ 6 წლის ასაკში დაინიშნა, 9 წლის ასაკში იქორწინა. საიდან მოგაქვთ, რომ ეგ მოსაზრება მართებული არის და რეალური არის? მოდით დავიწყოთ ისევ იმ არგუმენტებით, რა არგუმენტებითაც მათ მოაქვთ. პირველ რიგში დავიწყებთ, რომ პირველი მაგალითად გამოცხადება, ანუ ისლამის შუამოვალ სალალლაჰუ ალეიჰი ვესალამის, როდესაც 40 წლის ასაკში შუამავლობა და პირველი გამოცხადება მიიღო, ეს იყო 610 წელი და გრძელდებოდა 3 წელი, 603 წლამდე ფარულად, რამდენადაც ღმერთიდან ბრძანება არ მოვიდა, რომ უკვე საჯაროდ, ანუ მოუწოდე ხალხს ის რაც რისთვისაც იქმენ წარმოგზავნილი. რადგანაც ეს 613 წელს ეს საჯაროდ მოხდა გამოცხადება, რომ ანუ ისლამი ალლაჰისაგან გზავნილი შუამოვალი იყო, ისლამის სწორი გზა და ასე შემდეგ, დაიწყო რა თქმა უნდა მუსლიმებზე ზეწოლა და ასე შემდეგ. სწავლულები, პიროვნებები იმამ მუჰამედ იბნი ისჰაყის ასირა ნაბევია, შუამავლის ცხოვრებაში და ასევე იბნი ჰიშამის თავის წიგნში გადმოგცემენ იუწყებიან, რომ იმ ფარულ ქადაგების დროს 613 წლამდე, ვინც რომ ისლამში შევიდნენ, იმ პიროვნებების სახელებს გადმოგცემენ და არის ეს სახელები არის, რომ არაბულ ტომებიდან ხალხმა მიიღო ისლამი, მათ შორის საიდ იბნი ნუფაილის ვაჟი, მისი ცოლი ფატიმა, ხატაბის ასული, ასმა და აიშა აბუ ბაქრის ასულები, რომელშიც ისინი იყვნენ, მაშინ იყვნენ პატარა ახალგაზრდები. ჩვენ ვიცით, რომ თუ იმ მოსაზრებას გავხვდებით, რომ აიშა დაიბადა 614 წელს და იქორწინა შუამოვალის მაშინ 623 წელს, ანუ ფაქტიურად 9 წელი, რომ თუ 9 წლიდან დავანგარიშებთ, როგორ შეიძლება რომ აიშას ისლამი მიიღო, როცა რომ იმ მოსაზრებით ჯერ არც კი იქნებოდა დაბადებული, ანუ 613 წლამდე, ვინც რომ ისლამი მიიღეს ეს ამ პიროვნებიდან ერთ-ერთი გახლავთ აიშა 614 წელს დაიბადა. ანუ იმ პირველ მოსაზრებით, რომელსაც რომ აპიარებენ და ცდილობენ რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანო, ხო? რომელი უფრო რეალური არის ის, რომ 605 წელს დაიბადა. ანუ ეს არგუმენტია, ანუ ჰადისი ამყარებს იმას, რომ არა 614 წელს, არამედ 605 წელს დაიბადა. შემდეგი წყარო არის ასმა, ანუ აიშას და აიშაზე იყო 10 წლით უფროსი. რადგან აბუ ნუაიმი თავის წიგნში მარიფა საჰაბებში ასეთი ნაწარმოებები აქვს, ამბობს რომ ასმა დაიბადა ჰიჯრამდენ 27 წლით ადრე და გარდაიცვალა ჰიჯრით 73 წელს მექაში 100 წლის ასაკში. ანუ ჰიჯრობა 622 წელს როდესაც მოხდა, თუ 622 წელს გამოვაკლებთ 27 წელს, ჩვენ ვიცით ასმას ნამდვილი ასაკი. ანუ 595 წელი. თუ ამას 10 წელს დავუმატებთ, მივხვდებით, რომ ანუ იმიტომ რადგან აიშაზე თუ 10 წლით უფროსი იყო, 595 წელს თუ ასმა დაიბადა, 605 წელს უნდა დაბადებული და ყოფილიყო აიშა, ხო? ანუ აიშა
დაბადება უფრო ნათელი არის ამ არგუმენტიდან. შემდეგი არის მაგალითად წყარო აიშა ამბობს რომ მე ვიყავი ალჯარია და ვთამაშობდი. ანუ ჰადისი არის საჰი ბუხარის კრებულში რომ როდესაც ამბობს რომ როდესაც შუამოვალ მოციქულს მუჰამედ სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემ სურა ყამარის 46 აიათი მოევლინა ამ დროს მე ვიყავი ალჯარია და ვთამაშობდი. ანუ ჰადისი არის აქ არის ორი რამ. პირველი ის რომ როდესაც ეს სურა მოევლინა და ჰენდეყის ბედირის ბრძოლა მოხდა ეს ბრძოლა ამ ბრძოლასა და იმამი ტაბარი თავის ამ ყურანისან განმარტებაში ამ აიათს ამბობს რომ ამ აიათსა და ბედირის ბრძოლის შორის გავიდა 7 წელი. ბედირის ბრძოლა მოხდა 624 წელს. თუ 7 წელს დავაკლებთ, ფაქტიურად ეს აიათი მოევლინა 617 წელს. იმ მოსაზრებით თუ აიშა დაიბადა, რომელსაც იყენებენ 614 წელს, უნდა ყოფილიყო მაშინ 3 წლის. მოდით დავიწყოთ იმით, რომ 3 წლის ბავშვისთვის რამდენად რეალური არის, რომ რომელი აიათი რა დროს მოევლინა და რა დროს მოევლინა, ხო? რეალობასთან უფრო შორს არის. მეორე ის, რომ ალჯარია სიტყვა გამოიყენება ახალგაზრდა გოგონაზე, რომელიც რომ არაბები ამ ტერმინს როგორც წესი იყენებდნენ ახალგაზრდა გოგონასთან მიმართებაში მისი მომწიფების საწყისში. აიშას რატო როგორ უნდა ეთქვა, როდესაც ის იყო 3 წლისა, როგორ უნდა გაეცნობიერებინა რომ ის რომელ კატეგორიაში შედის, ანუ რა სტატუსის ქონე პიროვნება იქნებოდა. ანუ ალჯარია, როდესაც რომ უკვე გარდატეხვის პერიოდის შემდგომ გოგონებს მიმართავენ. ანუ ეს რომელი უფრო რეალური არის? თუ ჩვენ იმ მოსაზრებას გავითვალისწინებთ, რომ აიშა დაიბადა 605 წელს, ფაქტიურად მაგ დროისთვის უნდა ყოფილიყო 12-13 წლის და 12 წლის ბავშვისთვის ალჯარია ტერმინის გამოყენება რეალური არის და კიდევ ის რომ იმ დროს რომელი აიათი მოევლინა და რა მოვლენებები მოხდა, ხო? ანუ ესეც ერთ-ერთი არგუმენტი იმისთვის რომ აიშა არა 9 წლის, არამედ 18 წლის იყო. შემდეგი წყარო არის მაგალითად აბუ ბაქრის ყველა შვილი პრეისლამურ პერიოდამდე დაიბადა. რას ნიშნავს? ანუ გამოცხადებამდე 600 წელს, როდესაც გამოცხადება მიიღო შუამოვალ სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემმა და აბუ ბაქრის ყველა შვილი თუ პრეისლამურ პერიოდამდე იყვნენ, ანუ ქონდათ ისლამი მიღებული, 614 წელს როგორ დაიბადა? კითხვა ჩდება, ხო? ანუ მისი რეალური ასაკი არის 605 წელი, რადგან ბავშვმა რომ გააცნობიეროს და მიიღოს ისლამი მინიმუმ 5-6 წელი უნდა 5-6 წლის უნდა იყოს რომ ირწმუნოს, აზროვნება ცოტაც რომ ჰქონდეს, ანუ მიხვდეს თუ რა უნდა მიიღოს, რა უნდა გააკეთოს. შემდეგი არის მაგალითად უჰუდის ბრძოლის შემთხვევები, როდესაც საჰი ალ-ბუხარში არის გადმოცემული ისევ რომ ანასი გადმოგცემს რომ მე დავინახე აიშა და უმუ სალმა უჰუდის ბრძოლაში მათ მიჰქონდათ წყალი დაჭირლებისთვის. ანუ ეს ნაწილი მონაკვეთი და კიდევ საინტერესო რამ რომ უჰუდის ბრძოლა მოხდა 625 წელს და შუამოვალს ჰქონდა ასეთი რამ რომ ბრძოლაში ყველა გოგო იქნებოდა თუ ბიჭები არ აქვს მნიშვნელობა 15 წლის ქვევით ვინც იქნებოდა მათ ბრძოლაში არ ღებულობდა და საიდან ვამბობთ ამას? იბნი უმარი გადმოსცემს რომ უჰუდის ბრძოლაში მე ვთხოვე შუამოვალს რომ მონაწილეობა მიმეღო, მაგრამ მან ნება არ დამთო, რადგან მე 14 წლის ვიყავი, მაგრამ ჰენდეკის ბრძოლაში დამხტო, რადგან 1 წლის შემდეგ მე უკვე 15 წლის ჭაბუკი ვიყავი და იმ ბრძოლაში მონაწილეობის ნება მომცა. ანუ თუ მუჰამედი სალალლაჰუ ალეიჰი ვესელემი ნებას არ თავდა 15 წლის ქვევით გოგო იქნება თუ ბიჭი, როგორ შეიძლებოდა რომ აიშა თუ 614 წელს დაიბადა იმ დროისთვის იყო 11 წლის, როგორ შეიძლებოდა 11 წლის ბავშვს, ანუ გოგონასთვის ნება დაერთო. ესეც არა რეალური არის. აიშა იმ დროისთვის არა 11 წლის, არამედ ბევრად უფრო დიდი იყო, ანუ 605 წელს დაიბადა. შემდეგი არის აიშა გადმოგცემს მექური პერიოდის ჰადისებს. ანუ რას ნიშნავს? ისევ ალ-ბუხარის გადმოგცემს ჰადისში, რომ
რამდენადაც მახსოვს ჩემი მშობლები ისინი ყოველთვის აღასრულებდნენ ამ რელიგიას, ანუ ისლამს და არ ყოფილა დღე, როდესაც ალლაჰის მოციქული არ მოსულიყო ჩვენთან დილით და საღამოს. მას შემდეგ, რაც მუსლიმებზე დაიწყო განსაცდელი, აბუ ბაქრმა, ანუ მამაჩემმა გადაწყვიტა გადასახლებული ყოფილიყო ეთიოპიაში. წარმოიდგინეთ, თუ ეს ვითარება მოხდა 615 წელს, როდესაც რომ აბუ ბაქრმა გადაწყვიტა წასული ყოფილიყო ეთიოპიაში. აქ ხდება ასეთი რამ, თუ 614 წელს დაიბადა აიშა, როგორ შეიძლებოდა რომ 1 წლის ბავშვმა თქვას რომ რამდენადაც მე მახსოვს რომ ჩემი მშობლები ამ რელიგიის მიმდევრები იყვნენ, ასე ასრულებდნენ, შუამოვალი მოდიოდა, ეს ვითარება მოხდა, მამაჩემმა გადაწყვიტა, ანუ არარეალური არის, ხო? რომ 1 წლის ბავშვმა მსგავსი რაღაცა, ანუ მაშინ როგორ ხდება რა, ანუ რა შეიძლება ვთქვათ? ის მოსაზრება რომ აიშა თუ დაიბადა 605 წელს, იმ დროისთვის უკვე იყო 10 წლისა და ის ყველაფერი ამ მოვლენების გადმოცემა და მისი მშობლები რას მისდევდნენ და რას ემსახურებოდნენ, უფრო რეალური არის და დამაჯერებელი. ამიტომ ის კატეგორია ხალხი, რომლებიც რომ ცდილობენ რომ ისლამს ტალახი მისხონ და ცუდად გამოიყვანონ, მათი მიზანი არის შეგნებულად გააკეთონ ეს, რა თქმა უნდა, შეგნებული და ცდილობენ რომ ცუდად გამოიყვანონ ისლამი, შეგნებული ადამიანი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მოიძიებს ინფორმაციას, მაგრამ ამ პიროვნებებს რომ მაგის მიზანი არ აქვს, რომ სწორი ინფორმაცია გაიგონ, ეს არის მათი ნათელი სახე, რომ თუ რა განზრახვა აქვს. ამიტომ უზენაესმა ალლაჰმა დაგვიფაროს მსგავსი ადამიანებისაგან, ეშმაკისეული ადამიანებისაგან, როგორც რომ უზენაესი ალლაჰი მოგვითხროს ჩვენ და ეშმარიტ გზიდან არ აგვაცილოს. ასალამუ ალეიკუმ.